ეკა სირაძე დიპლომატი ჩაგვერთვება ახლა ეთერში საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოს სამთავროში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. თქვენი დიპლომატიური გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ დღეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გავანეიტრალოთ ძალიან უგემური პროპაგანდა, რომლის მიწოდებას ცდილობს ქართული ოცნება ამომრჩევლისთვის. არ ვიცით, რამდენად დაღეჭავენ და გადაყლაპავენ ამ პროპაგანდას ოცნების ამომრჩევლები. მაგრამ მანამდე დღის მთავარი თემაა თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესები. თუ გაქვთ სურვილი გამოახმაუროთ ამ ფაქტს, თუ ადევნებდით, რა თქმა უნდა, დღის საინფორმაციო გამოშვებებს თვალს. იცით რა არ ვადევნებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დაკავებული გრაფიკი მაქვს აქ, მაგრამ ზუსტად ვიცი რა ხდება და ძალიან ვწუხარ ამ ფაქტის გამო, რაც ხდება დღეს ამ თვალჭრელიძის ქუჩაზე და რა თქმა უნდა ვდგევარ გვერდით მოსახლეობის ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხოს მერიამ, ალბათ მერიას ეკუთვნის ეს საკითხი, რომ დაალაგოს და მაქსიმალურად დროულ ვადებში მიუჩინონ ხალხს რაღაც ისეთი ალტერნატივა, რომელიც იქნება მათთვის ღირსეული. უღირს ალტერნატივაზე არ ვსაუბრობ, ღირსეული ალტერნატივა ამ ხალხს სჭირდება თავშესაფარი, სადღაც ისეთი ადგილი, სადაც ღირსეულად გაატარებს ღამეს და იცხოვრებს. ხო, აქ ინფორმაციისთვის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 300 ლარს თავაზობს, როგორც თავად ადგილობრივები ამბობენ. ეს სწორედ ღირსება ამიტომაც ვახსენე, იმიტომ რომ როგორც წესი ვფიქრობთ, რომ ის რა ეხა ვუსმენთ თქვენს სიუჟეტს და ალბათ ეს არ არის თემა, რაზეც ჩემთან გინდათ საუბარი, მაგრამ რაღაცნაირად ხალხი საქართველოს მოსახლეობა ძალიან ისეთ უღირსად ექცევიან ჩვენი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვამბობ, იმიტომ რომ ვთვლი რომ არჩევნები არ ჩატარდა შესაბამისად და მათ მიითვისეს ეს ძალაუფლება და ხალხზე ფიქრობენ, რომ ეს მოსახლეობა არის რაღაცა სულელი, შეიძლება სისულელეებით გამოუტვინო ტვინი ან სისულელეებით ელაპარაკო და თუ ამას ძალიან კარგად დარწმუნებით გააკეთებ, ისინიც აუცილებლად დაიჯერებენ. რაც რა თქმა უნდა ისტორიიდან გამომდინარე და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ასე არ ხდება ხოლმე როგორც წესი. ხო, ეს ერთი კონკრეტული მაგალითიც აჩვენებს, როგორი სიდუხჭირია ქვეყანაში ქალბატონო ეკა. ჩვენ 13 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი 100 ახალი ქარხნის აგუგუნებას დაუკვირდა და ახლა ვართ რეალობაში, როცა ძველ ქარხნებში და ძველი ქარხნების შენობებში ხალხი თავშესაფარს პოულობს, რადგან მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი. სამწუხარო რეალობაა კი. ამ პირობებში ქალბატონო ეკა, როცა ასეთი სიღარიბეა ქვეყანაში, კობახიძე გამოდის, განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ თუ შეჩერდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს ერთი მხრივ შესაძლოა კარგიც იყოსო, იმიტომ რომ აი მუშახელი გარეთ ვერ გავა და შიგნით გაჩნდება უეცრად როგორღაც სამუშაო ადგილებიო. საერთოდ რა ფაზაა ეს, რომ შეაფასოთ პროპაგანდის ეს ნაწილი კონკრეტულად და რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებში თუ ევროპასთან კავშირებს წყვეტთ, ფაქტობრივად ცივილიზებულ სამყაროსთან იზოლაციაში ვართ, ქვეყანაში გაჩნდეს სამუშაო ადგილები. იცით რა, მე მგონი ესე ყოველ კობახიძის ყოველ ესე თქვათ კომენტარზე თუ ნათქვამზე ან თუნდაც მერის რაღაც აბსოლუტურად არაადეკვატურ ნათქვამზე, ქალბატონი წულუკიანის არაადეკვატურ კომენტარზე და ასე შემდეგ, რომ პასუხები ვაძლიოთ ან განმარტებები ვაკეთოთ, ძალიან არასწორი მიმართულებით მივდივართ, იმიტომ რომ რასაც ეს ხალხი აკეთებს უკვე და განსაკუთრებით 2022 წლიდან მაშინ როდესაც ცალსახა გასაყარი იყო, ხო? ანუ გეხარ უკრაინა თუ გეხარ რუსეთის მხარეს, მას შემდეგ ჩვენ გვაჩვევენ რაღაცა სისულელებით გვიტენიან თავს, გვესაუბრებიან რაღაცა ისე თითქოს ვიყოთ ძალიან ბრიყვები, ვერ ვაზროვნებდეთ, არ გქონდეს არც განსჯის უნარი, არც კითხვა და წერა არ ვიცოდეთ და ვერ წავიკითხავთ ალტერნატიულ ნიუსებს. მაგრამ ქალბატონო ეკა, მოდით რეალობასაც გავუსწოროთ, თვალი ძალიან მძიმეა ეს რეალობა პირადად ჩემთვის, მაგრამ არის ჩვენ საზოგადოებაში გარკვეული ნაწილი, ვისაც სჯერა ამ უგემოვნო პროპაგანდის.
ნუ ეს მათი პრობლემაა, ხომ გესმით, არა, რეალურად პრობლემა ის არის, მაპატიეთ ჩემი ძაღლი რაღაცა აყევდა უცებ, მე მგონი ესეც აპროტესტებს აშკარად. სამწუხაროდ პრობლემა ის არის, რომ აი ამ ბოროტების ბანალურობას აკეთებენ, გესმით, აი გვაჩვევენ ბოროტებას, გვაჩვევენ აბანალურებენ ყველაფერს, რაც არის ღირებული, რაც არის ღირსეული, რაც არის სათუთი, რაც არის ადამიანის უფლებები, რაც არის პატივისცემა ადამიანის, თავმოყვარეობა და ასე შემდეგ. ყველაფერს ნელ-ნელა, აი ძალიან წვეთ და ნელ-ნელა აკეთებენ და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ აი შევეჩვიეთ უკვე, ვთქვათ, ის რომ რუსული კანონი მიიღეს, შევეჩვიეთ იმას, რომ ვთქვათ, გამოვა აკობახიძე რაღაცეებს იტყვის, რაც სრულიად არაადეკვატურია და ჩვენ მერე დავრბივართ და ვცდილობთ, რომ ახსნა განმარტება მოუძებნოთ მას და ეცადოთ, რომ რაღაც ფაქტი არის ის, რომ ეს ჯგუფი ხალხის, რომელიც არის ქართული ოცნება დღეს, მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და რეალურად არიან ჩათრეული რაღაცა ტიპის გარიგებებში რუსეთთან, არა მხოლოდ თქვათ პოლიტიკურში, ასევე ეკონომიკურში და ფინანსურში, არიან ძალიან კარგად ხელეწიფებად, ასე ვთქვათ, მათთვის პირადად, მათი გარემოცვისთვის და ქართულ ხალხს ექცევიან ისე, როგორც აი დღეს ექცევიან აი ამ თვალწრელიძის ქუჩის თუ არ ვცდები მოსახლეობას გამოსახლებას იმ ხალხს რომლის გამოსახლებასაც აწარმოებენ. აი ეს არის დღევანდელი რეალობა და ვისაც სურვილი აქვს რომ გაიგოს ალბათ იმას ძალიან კარგად ესმის, აგერ გამოკითხვასაც უსმინე და ძალიან ბევრი ადეკვატურად აზროვნებს ამაზე და ფიქრობს და თავისი აზრი აქვს ის რომ შეიძლება რუსთაველზე ყოველდღე არ იყოს 100,000 ადამიანი, სულაც არ ნიშნავს რომ ეს 100,000 ადამიანი ან უფრო მეტიც კიდევ და ბევრად მეტი არ ეწინააღმდეგებოდეს ოცნების კურსს, უბრალოდ რაღაცნაირად აი ესე მაქსიმალურად აბანალურებენ იმ სისასტიკეს, რა სისასტიკეც აქვთ ერთ-ერთში გადმოწერილი რუსული ხელისუფლებისგან. ხო, რაღაცა სიახლეც კი არ ჩაამატეს არანაირი არანაირი, აბსოლუტურად, არანაირი. კი, copy paste-ია გაკეთებული, ჩვეულებრივი, მიყვებიან იმ გზამკვლელს თუ როგორც არის ეს საფეხურ, ასე ვთქვათ, სტეპ-ბაი-სტეპ. გაცხადებების დონეზე, გაცხადებების შინაარსის დონეზე. კი ბატონო, განცხადებების შინაარსის დონეზე, ვთქვათ, აი სახელები, დაჟე რუსულიდან გადმოქართულებული, ახლა მე შეიძლება მე თვითონაც მიჭირს ზოგჯერ ქართული სიტყვის მოძებნა შესაბამისი და ესა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი იმდენად რუსული პროექტია ეს ყველაფერი და თქვენ ამით დაიწყეთ ამ ABC-ს რეპორტაჟით, რომელიც სულ 9 საათიანი რეპორტაჟია, მართლა მინდა მოვუწოდე ყველას აბსოლუტურად რომ ნახოს ეს რეპორტაჟი, იმიტომ რომ არის ძალიან საინტერესო რეპორტაჟი, ძალიან კარგად არის გაკეთებული, კარგად არის გაშლილი თემა და მას ვისაც აინტერესებს რა ხდება ჩვენს თავს, ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ჩანს ამ რეპორტაჟში რა ხდება სამწუხაროდ ჩვენ თავს. ხშირ შემთხვევაში როცა შიგნით ვართ და ვდუღვართ, იცით, გვიჭირს ხოლმე დისტანცირება და ეს შორიდან შეხედვა და რაღაცა გრძელვადაში შეხედვა იმისა თუ რა ხდება ჩვენს თავს, მაგრამ აი როდესაც შორიდან ვიღაც დაინახავს და დაგვანახებს, იქიდან უფრო კარგად ჩანს ხოლმე სურათ. ხო, თან ძალიან მრავალი რაკურსი ქონდა ამ დოკუმენტურ ფილმს და მართლა ყველას ვურჩევ რომ ნახოს YouTube-ზე, შეგიძლიათ მოძებნოთ სათაური აქვს ასეთი The Fall of Georgian Democracy and the Shadow of Russia. ამ სათაური შეგიძლიათ მოიძიოთ YouTube-ზე და ქალბატონო ეკა რა ხდება ახლა 31 დეკემბრის შემდეგ ჩვენს თავს. პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში და რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის? კობახიძემ გითხრა რომ ეს ტექნიკური დეტალია, ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. გვაჩვევს, რა თქმა უნდა. ვიზის რიგში ჩადგომა რომ მოგვიწევს, ეს არ უნდა აღვიქვათ ტრაგედიად, რადგან სასწორის მეორე პინაზე არის მშვიდობა და ასე შემდეგ. მათი
მშვიდობა, კეთილდღეობა, საქართველოს გაბრწყინება და ასე შემდეგ. კი, სამუშაო ადგილები და ხელფასები, ოღონდ გამოსახლებულ ხალხს 300 ლარი მხოლოდ და მეტი არაფერი. თითოეული მოქალაქე კარგავს იმ თავისუფლებას, რაც არის მისი მოგზაურობის თავისუფლება. კონკრეტული ადამიანი, აი პირადად თითოეული ქართველი თუ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს იმ მარტივ შესაძლებლობას და იმ ასე ვთქვათ იმ უპირატესობას მე ვფიქრობ და იმ სარგებელს, რაც არის აიღოს ბილეთი და პირდაპირ წავიდეს ევროპაში, ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში და შეძლოს ამ ევროპის დათვალიერება, თუ სამუშაოდ მიდის მუშაობა, იმ 3 თვის განმავლობაში, რაც ამის შესაძლებლობას აძლევს და უკან დაბრუნების თუ სამკურნალოდ მიდის კურნალობის შესაძლებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული. ანუ ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ ამას მარტივად, ვეღარ ავიღებთ ბილეთს. დაგჭირდებათ ის, რაც ხდებოდა 2017 წლამდე, ანუ ჩაწერა ვიზის რიგებში, დადგომა, მოძიება უამრავი საბუთის, დადასტურება იმისი, რომ თქვენ იქ არ მიდიხართ და არ აპირებთ დარჩენას სამუდამოდ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რაც უკვე ვიცით. როცა ღიად გვესმის საყვედური, რომ ავტორიტარიზმისკენ არის მიმართული დღევანდელი ხელისუფლების კურსი და ასეთი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზას როგორც წესი მარტივად ვერ აძლევენ ევროკავშირის წევრები. რა თქმა უნდა, ვერ მისცემენ და ალბათ არც მისცემენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ავტორიტარულ ქვეყანაში აღმოჩნდით სამწუხაროდ, ასევე ამ ავტორიტარული ქვეყნიდან ისმის ყოველ დღე, თუ დღეში რამდენჯერმე არა, ლანძღვა და გინება ევროკავშირის ღირებულებების, ევროკავშირის ასე ვთქვათ, ქვეყნების წარმომადგენლების, ოფიციალური წარმომადგენლების და რა ვიცი, რა გითხრათ, ხო? ანუ მან საერთოდ თქვა, რომ გავაგდებდი ევროკავშირის ელჩს, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებულიო. ეს უკვე კიდე რაღაც ახალ ეტაპზე გადავედით. ხო, ნუ მთელი უბედურება ჩვენი არის ის, რომ ვეკითხებით აზრს იმას, ვისაც არ უნდა ვეკითხებოდეთ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად საერთაშორისო ურთიერთობებში ბატონ კალაძეს ჯობია აზრი არ დავეკითხოთ. სტატუსი პარტიაში გასაგებია, მაგრამ ნუ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ჯობია ხოლმე ენასკბილი დააჭირო, ბრძნული სიტყვა არის ნამდვილად ვერცხლი, მაგრამ სიჩუმე არის ოქრო, ეს ქართული ასე ვთქვათ ანდაზაა და შევახსენოთ ალბათ ურიგო არ იქნება. გარდა ამისა, ეს რაღაც გლობალურ ომის პარტიაზე მინდა კიდე ერთი გავაკეთოს, თუმცა იგივე ვინ არიან ესენი? ხო, ვინ არიან და რა არიან? საერთაშორისო მედია. არც თვითონ არ იციან, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ხო, ნუ არც არასოდეს არ გვეტყვიან, იმიტომ რომ არ იციან რეალურად და რაღაცას მერე გამოიგონებენ და შეიძლება დააჯერონ ისევ თავიანთი ამომრჩევლები, ახლა ვისაც არ გუჯერა, ვერც დაგვაჯერებენ ახლა. იმიტომ რაღაცა ხალბატონმა თეამ ახსენა სწორედ აი ამ ფილმში, რომ ეს რაღაცა კორპორაციებია და რომელი კორპორაციას თხოვს ომში ჩართვას სახელმწიფოს, ახლა კორპორაცია რატო დაელაპარაკება ასე სახელმწიფოს. აბსოლუტურად აი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცა ინფორმაციები მოდის, როდესაც ჩაეკითხები და ცდილობ რომ ინფორმაცია ცოტა დეტალურად გაიგო და რა ომში ჩართვაზე არის საერთოდ საუბარი, მე მაგალითად ვერ ხვდები. ანუ რომელ ომში ვერთვებით, მითხარით, უკრაინა-რუსეთის ომში უნდა ჩავერთოთ თუ საქართველო-რუსეთის ომში უნდა ჩავერთოთ თუ რომელ ომში ვერთვებით, ესეც ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით, რომ გავიგოთ, იმიტომ რომ რაღაცა ომზით გვემუქრებიან და რა ომია ეს, ძალიან ბევრი ომი მიმდინარეობს დღეს რა, იმაში რა ქვია, საერთაშორისო დონეზე არის უკრაინა, არის ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ რამდენიმე ხნის წინ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხა ძალიან მივესალმები იმას, რომ დაალაგეს ეს ურთიერთობები და ყოველ შემთხვევაში კარგი მიმართულებით მიდის. ახლო აღმოსავლეთში არის ომები, ანუ რომელ ომზე არის ეს საუბარი, რა ომზეა ეს პროპაგანდა იცვლება თანდათან, Sony იწევს დაბლა, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არა, უკვე აღარ გთხოვენ ომში ჩართვასო, მაგრამ მისი ამბობიდან ასე გავიგეთ, თითქოს კობახიძეს, პაპუაშვილს, მათ შორის მდინარაძეს ევროკავშირი აიძულებს, რომ გათხოვდნენ, თუ უნდათ რომ უვიზოდ ვიაროთ ჩვენ ევროკავშირში. ახლა აი ამაზე აქცენტირებას აკეთებენ და სხვათა შორის მდინარაძემ კი განაცხადა იმედის ეთერში, რომ ახლა ომში ჩართვას არ გთხოვენო, მაგრამ მეორე დღეს დიდი პრესკონფერენცია გამართა კობახიძემ და ისევ იგივე გაიმეორა, რომ კი, ომში გვითრევენო. ანუ რაღაცნაირად ერთმანეთშიც აიბურდნენ ცოტა
იცით რა, მე მგონი არ არის ესე. მე მგონი ესე იგი ჩვენ რაღაცნაირად მგონია რომ ეს ხალხი არის ცოტა მარტივი ადამიანები და მე კიდევ ვფიქრობ რომ არ არიან ესენი მარტივი ადამიანები. ესენი არიან ვერაგი ადამიანები. სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან მიზანმიმართულად მოქმედი ვერაგი ადამიანები, რომლებიც არ არიან ასეთი მარტივი ტვინის, საკმაოდ ჭკვიანები არიან. ვფიქრობ რომ აი უკვე რამდენი ხანია ვუყურებ და მათი ეს პროპაგანდისტული განცხადებები ხშირად არის ურთიერთგამომრიცხავი და ვფიქრობ რომ სწორედ ამას სწორედ აი ამ დამაბნეველ და თითქოს აი ამ რაღაცნაირი გარემოს შექმნას ცდილობენ რომ აი ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გადაიტანონ ყურადღება სადღაც სხვაგან, ანუ ჩვენ დავიწყოთ ხან ერთის გარკვევა, ხან მეორეს გარკვევა, ხან მესამეს გარკვევა და მე უცებ რაღაცა სხვა გამოჩნდება და ასე შემდეგ, ანუ კონცენტრაცია და ყურადღება მიაქვს სხვაგან. და ამიტომ ეს არის ტაქტიკა ჩვეულებრივი, რომელსაც ესენი სხვა შორის რუსეთის მიერ არის შემუშავებული ეს ტაქტიკა გადასარევად იმუშავა რუსეთში და შესაბამისად ახლა არც არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ჩვენთანაც copy paste ანუ გადმოტანილია სრულად კოპირებული. იყოს ტყუილი თუ მას ხშირად გაუმეორებენ საზოგადოებას, ნუ ფაქტია რომ ეს მეთოდი მუშაობს. თან ურთიერთგამომრიცხავი ტყუილები იტყვი რომ აბა თუ მდინარაძე იტყვებოდა მაშინ აბა თეა ცხარი იტყვებოდა მან სულ სხვა რაღაცა თქვა და თუ თეა იტყვებოდა მაშინ ესეც ხვარი და ასე შემდეგ. აი ეს არის რაღაცა ის ყოველდღიურობაში დაწვრილმანება ჩვენი ყურადღების და აქცენტების აი ამის პასუხზე აქცენტირება, მაშინ როდესაც აი დიდი თემები ისეთი როგორიც არის ხელისუფლების ჩაგდება, ვთქვათ, არჩევნ პოლიტპატიმრები და აი ასე შემდეგ ამაზე უკვე აღარ მიდის აქცენტირება. გესმით? მიდის აი იმაზე რომ ამ რეალობაში ვარ რომ სამწუხაროდ მაინც გვიწევს ამ პროპაგანდის განეიტრალება, რადგან ჩვენი დაკვირვებით საზოგადოების ნაწილზე მაინც მოქმედებს ეს გზავნილები. ქალბატონო ეკა, აქვე კითხავთ ხო, სამწუხარო რეალობა ასეთია. როცა ჩვენ ვიწევთ ხოლმე ქართული ოცნების ყოფილ ჩინოსნებს პირდაპირ ეთერში, Facebook-ზეც, მე მუდმივად როცა ამ გადაცემების განხილვა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგაც, ჩვენი მისამართით ჟურნალისტების მისამართითაც ისმის საყვედური რომ აბა გეკითხათ ერთი ამ კონკრეტული პირისთვის თვითონ რატომ იყო ბიძინა ივანიშვილის გუნდში 2012 წელს რატომ არ გაუჩნდა ეჭვები რომ ის რუსულ ძალას წარმოადგენდა, რადგან პირველი მილიონი რუსეთში იშოვა. მეც ვეკითხები ამას საკუთარ თავს, მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი, მაშინ ეს საფრთხეები ჩემი შეცდომაა ვერ გავაანალიზე, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და აი თქვენ როდის მიხვდით რომ რაღაც ისე ვერ იყო? 2013 მე 2018-ში და მე 2013-2018 წელში ვიყავი, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც კოალიციური მთავრობა იყო. ეს არ იყო ოცნება მხოლოდ, ეს იყო თუმცა ეხლა შეიძლება რაღაცა პარტიები არის, ოცნებაში მეც აბსოლუტურად ამინც არ ქნის არანაირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ნომინირება მოხდა მაშინ, როდესაც სამი ძლიერი პარტია იყო გაერთიანებული 2012 წელს, როდესაც არჩევნები მოიგო ამ კოალიციამ და ძალიან ხაზგასმით მინდა ეს აღნიშნო და შესაბამისად პირველი ჩემი წელი სწორედაც იყო ის წელი, როდესაც პრეზიდენტი გახდა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტი და მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება იყო სწორედ კოალიციური. ანუ პრინციპში მე ვემსახურებოდი ყოველთვის საქართველოს და მოგეხსენებათ კანონში თუ ჩავიხედავთ იქ ნათქვამია რომ ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და არა კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ჩემს პერიოდში ეს კიდევ უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ იყო კოალიცია და ნუ შესაბამისად მე არანაირი ისეთი დავალება ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომელიც მე მიმანიშნებდა იმაზე, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივექანებოდი სამსის სწრაფით, არ მქონდა წინააღმდეგ შემთხვევაში. რა პრობლემა რომელმაც შეგიცვალათ ეს წარმოსახვა? იცით რა 2008 წელს მე უკვე წამოვედი და რაღაცა ნიშნები დაიწყო 2008 წლიდან მართალი გითხრათ, თუმცა ჯერ კი 2018 2018-ში რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ცალსახად იყო, ნუ იცით რაშია საქმე, რომ პრინციპში ალბათ მეც მქონდა ეს wishful thinking რაც არის, ხო, აი ძალიან რომ არ გინდა რომ დაიჯერო და მაინც რომ ცდილობ რომ იქნება, არა იქნება, ეს არ არის მართალი და რეალურად 2022 წელი და
ის პოზიციონირება საქართველოსი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის და უკრაინაში რუსეთის ოკუპაციით დაიწყო, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი და ძალიან რთული გადასატანი სხვა შორის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, თუ გსურთ რამის დამატება რომ მაყურებელს მიმართოთ, შეგიძლიათ. მეცით რა მაყურებელს მინდა უბრალოდ უთხრა რომ მაქსიმალურად შეეცადონ რომ ისე მოხდეს რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია რაღაცნაირად ჩვენ არ შეგვიჩერდეს, რადგანაც ეს არის ის რაც ჩვენ რაც აგვერთმევა სამწუხაროდ და ყველა ჩვენგანი ჩვენ ზურგზე რაღაცნაირად ვიგრძნობთ და მაქსიმალურად გავაკეთოთ ის არჩევანი და დავდგეთ იქ სადაც საჭიროა რომ დავდგეთ და სადაც ჩვენ ქვეყანას ვჭირდება.